აბა გისმით. ესეც ჩართვანდა. სადვარ ყველა. მადლობთ ბატონიკო მოგზაურობისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ ერასთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი შეფასება, რამდენად მოსალოდნელი არის მსგავსი ტერორისტული აქტების განხორციელება იგივე ჩვენს ბაზრზე ავღანეთში. თუ ვარაუდობთ და თუ შეიძლება ამის პროგნოზირება და რამდენად იყო და არის დაცული უსაფრთხოების ზომები ქართულ კონტინენტისთვის. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი ვარაუდი ცდება ჩემი კომპეტენციის საზღვრებს. ეს ალბათ უნდა გითხოთ სამხედრო სპეციალისტებს, უმჯობესია, მაგრამ მე როგორც რიგითი ადამიანი, ვისაც ჰქონდა შეხება ამ სფეროსთან, პარლამენტის საფრთხეების თავდაცვის კომიტეტის პირობებში შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია და მით უმეტეს დიდი ანტიტერორისტული კოალიცია, რომლის ნაწილიც არის ჩვენი კონტინგენტი ავღანეთში, ბუნებრივია, ყოველთვის არის გარკვეული რისკის წინაშე. ეს არის ომი, ნამდვილი ომი, თავისი ყველა დაუნდობელი და მახინჯი ფორმით. აქ არ არის კონვენციური ომი, როგორც ვიცით, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა, სადაც გამოყენებულია ყველა ტიპის საბოტაჟი, ასე რომ რისკი იყო, არის და იქნება, სანამ ეს ომი გრძელდება, ბუნებრივია. აი ესეთია ჩემი პასუხი. რაც შეეხება ჩვენების იქ მომზადების დონეს, მინდა გამოვეხმაურო რაღაცნაირად გავრცელებულ არასწორ აზრს, რომ ეს თქვათ ვინმეს დაუდევრობის ბრალი იყო, ეს ტყილია. ეს მოხდა, როგორც ნახეთ, ჩვენი ერთ-ერთ სამხედრო ხელმძღვანელის ახსნით, ერთ-ერთ ტელესიუჟეტში იყო, გზის განაპირა მანქანის აფეთქება მოხდა, როგორც აგვიხსნეს სამხედროებმა, უბრალოდ ტალღამ გადაანგრია კედელი და ამ კედელმა იმსხვერპლა ჩვენი ჯარისკაცები. ეს არის ესეთი რაღაცა, მათ გაუკეთებიათ ტერორისტებს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინსტალაციების წინააღმდეგ. მაგალითად, ნაირობიში იყო ესეთი აფეთქება წლების უკან, სადაც მათ ააფეთქეს ბარაკი სამხედრო საზღვაო ქვეითების ამერიკელების და იქ მსხვერპლი იყო ბევრად მეტი, დაახლოებით 200-მდე კაცი გარდაიცვალა. ასეთი მიმართული აფეთქება. ასე რომ რისკი იქნება, მაგრამ რაც მთავარი არის ის, რომ ეს ოპერაცია ემსახურება საქართველოს სამუდამო საფრთხეების ქოლგის ქვეშ შესვლის პროცესს. ჩვენ ბევრად მეტს ვითხოვთ დასავლეთისგან, ვიდრე ამ წუთას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ის, რაც შეგვიძლია ყველაფერს, მაგრამ სამაგიეროდ ვითხოვთ ატომური ყველაზე რადიკალური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ატომური თავდასხმის შემთხვევაშიც კი ნატოს მხარდაჭერას, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად გამორიცხული იქნება, თუ ჩვენ გავხდით ნატოს წევრები, ჩვენი უსაფრთხოების როდესმე დარღვევა მომავალში. ამიტომ აი ეს ძალიან დიდი მსხვერპლი, ძალიან დიდი წვლილი, რომელიც შეგვაქვს და იქ ვერ იტყვი კოალიციის რომელ წევრზე მოდის მეტი დარტყმა, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად გასაჭირში არიან. ამერიკელებიც კარგავენ ყოველდღე ხალხს, როგორც ვთქვით, ესტონელებს 13 კაცი ყავდათ, 13-დან 11 დაკარგეს, წარმოიდგინეთ. ასე რომ ეს არის ომის მთელი გაშინელება, რომ რისკი იყო, არის და იქნება. ბატონიკო, ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი საზოგადოების ნაწილის მხრიდან, რომ საქართველოს უნდა გამოიყვანოს, ან როგორც მინიმუმ შეამციროს თავისი კონტინგენტი ავღანეთში. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს მოსაზრება და უნდა გადადგას თუ არა ეს ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლება? ესეთი სენტიმენტი ყოველთვის ჩნდება ესეთი ტრაგედიების მერე. ეს არის ბუნებრივი. ყველა ევროპულ ერებშიც კი, სადაც მომხდარა მაგვარი შეტევა მათ კონტინგენტზე, ყოფილა ეგეთი სენტიმენტის გახმაურება, რომ რა საჭიროა ეს, რატომ მოვაკეთებთ, მაგრამ თუ ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ
უფუნება იმოქმედონ ასეთ სენტიმენტზე, ანუ მართლაც შეამცინონ და მათ ამითი არაფერი არ მოაკლდებათ, იმიტომ რომ ისინი უკვე წევრები არიან ალიანსის, გარდა იმისა, რომ მორალურად არასწორია ბრძოლიდან წასვლა და შენი თანამებრძოლების მიტოვება. ეს ძალიან ცუდი რაღაცაა. ჩვენ მით უმეტეს ამის უფუნება არ აგვაქვს. ჩემი აზრით ეს სენტიმენტი მესმის ემოციურად, რა თქმა უნდა მესმის, მაგრამ გადასაწყვეტი ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური ხელმძღვანელობის და სამხედროების, მაგრამ ჩემი აზრით თუ გაინტერესებს, პიროვნულად მე არ ვთვლი, რომ საფრთხემ და განსაცდელმა და გასაჭირმა შუა გზაში უნდა შეგვაცვლევინოს ის დაპირება, რაც გაკეთებული აქვს. და ჩვენი დაპირება არის ის, რომ ჩვენ ვიქნებით აქ სრულუფლებიანი წევრები კოალიციას. და რაც შეეხება ვიდეო რგოლებს, რომელიც 6 ივნისს გავრცელდა ჯიჰადის სახელით, თქვენი აზრით, ვის შეიძლება აძლევდეს დღეს მსგავსი ვიდეო კლიპების დამზადება და გავრცელება და ვინ დგას, როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამ კლიპების უკან? შესაძლებელია თუ არა ეს იყოს მართლაც თალიბანიდან წამოსული ვიდეო მიმართვა? ეს ძალიან არ გავს სტილით, შინაარსით, ესთეტიკით. თალებების გაკეთებულ კლიპს, თალებები ინგლისურად კლიპებს არ აკეთებენ, ჯერ ერთი მუსიკას იქ ახმარობენ, ტერმინოლოგიას, როგორც ნახმარია, არ იყენებენ. ჩემი აზრით ეს კლიპი არის დაკვეთილი და შესრულებული იმ თალების მიერ, ვისაც უნდათ დისკრედიტაცია იდეისა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული კლიპი, ნამდვილად ეს არის საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრად გახდომის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. ეს არის ტიპიური ფსიქოლოგიური ომის იარაღი. ამას ქვია ფსიქოლოგიური ოპერაცია, PSYOP, ესეთ ინგლისურად. და ესეთი რამე ხორციელდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ ვინც ამ ფსიქოლოგიური შეტევის ქვეშ არის, ირეაგიროს ემოციურად, შეცვალოს თავისი შეხედულებები, რომლებიც მაქამდე ჰქონდა ამ კონკრეტულ საკითხზე, დაიწყოს ყოყმანი, ჩავარდეს პანიკაში, წარმოიშვას ერთგვარი ისტერიული განწყობა. ეს არის მიზანი ესეთ კლიპების ყოველთვის. ეს არის ტიპიური სამხედრო ოპერაცია. მე არ მგონია, რომ ეს იყოს ლოკალური წარმოშობისა. თუ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ სპეკულაციის და ხელის გაშვერის აქეთ-იქით მტკიცებულების გარეშე, ამიტომ ვერავის ამას ვერ დავწამებ, მაგრამ ვინც ეს გააკეთა, ის მოქმედებდა აშკარად იმ ძალების დაკვეთით და იმ ძალების სამსახურში, ვისაც უნდა საქართველო ააცილოს ევროპულ გზას, ევროპული ინტეგრაციის გზას, ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზას, რომელზეც ჩვენ აშკარად ვდგევართ. ბატონო ნიკა გუშინ მოსამართლეთა კონფერენცია ჩატარდა, საკმაოდ გამჭვირვალე იყო, პირდაპირ ეთერითაც გადაიცემა და ალბათ აკვირდებოდით პროცესებს, აი რო შეაფასოთ, როგორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლეთა კონფერენციამ, როგორ დაკომპლექტდა საბჭო? მართალი გითხრათ, გუშინ მე ვიყავი პანაშვიდზე, სადაც იყო უამრავი ხალხი სამების საკათედრო ტაძარში და არა ვარ ინფორმირებული ამ კონკრეტულ საკითხზე. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სასამართლო თავის დამოუკიდებლობას უფრო განამტკიცებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასამართლო არის ერთ-ერთი ბერკეტი შეკავებისა სახელმწიფო და სახელმწიფო მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების. ეს არის ძალაუფლების დანაწილების პრინციპის ხერხემალი, ასე ვთქვათ, სასამართლო, მაშინ როცა ფიგურალურად თუ ვიტყვით აღმასრულებელი არის ხელი სახელმწიფო ორგანიზმისა, მთავრობა არის მისი გული, სასამართლო არის მისი გონება, მისი ტვინი. იმიტომ რომ სასამართლომ ყველანაირი პარტიული კუთვნილების გარეშე მშვიდად მხოლოდ კონსტიტუციის თანახმად უნდა გადაწყვეტოს ყველა დისპუტი. ესე დისპუტები ბევრი იქნება, ყველა სახელმწიფოში არის, ყველა დემოკრატიაში არის, კიდე ბევრჯერ იქნება კრიზისი, სადაც ბოლო სიტყვას იტყვის სასამართლო. და ეს სიტყვა რომ იყოს ბრძნული, კანონიერი, კონსტიტუციური, ამისთვის საჭიროა, რომ ბუნებრივია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ჩემი აზრით, სასამართლოს დაუჩნდა სერიოზული შანსი, რომ გაზარდოს და ასე ვთქვათ,
დაასალკლდევოს თავისი დამოუკიდებლობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ასე მოხდა. პრემიერის გუნდსა და პრეზიდენტს შორის ერთ-ერთი სადაო თემა, რაც გახლავთ, იყო ერჩების დანიშვნის საკითხი. უმრავლესობის მხრიდან იყო მოსაზრება, რომ პრეზიდენტი აჭიანურებდა ერჩების დანიშვნას და ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. დღეს ცნობილი გახდა, რომ თედო ჯაფარიძე, რომელიც იყო წარდგენილი ერჩის კანდიდატურად, აღარ სურს მას ერჩება დიდ ბრიტანეთში. თქვენი აზრით როგორ აფასებთ ამ პროცესს, უნდა ჭიანურდებოდეს თუ არა ერჩების დანიშვნის პროცესი და თვითონ თედო ჯაფარიძის ამ გადაწყვეტილებას ამდენ არის ის პროფესიონალი კადრი ერჩობისთვის და როგორ აფასებთ მის გადაწყვეტილებას, რომ მას აღარ სურს და უკვე მიმართა საგარეო უწყებას, რომ აღარ განიხილონ მის კანდიდატურა, რომელიც იყო, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი პრობლემური პრეზიდენტისთვის და სწორედ მის გამო იყო გარკვეული შებერხება ერჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით ამ კონკრეტულ კანდიდატურაზე ვერაფერს, მაგრამ ზოგადად რახან კონფირმაცია, ანუ თანხმობა პრეზიდენტისა საჭიროა და ამას მოითხოვს არსებული კანონი, უნებრივია ეს თანხმობა შეიძლება შეყონდეს, შეიძლება თანხმობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ თქვათ დამტკიცეს წარდგენილი კანდიდატურები. ჩემი აზრით, დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის საგარეო პოლიტიკის გამოწვევა, ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ ჩვენი ელჩთა კორპუსი დროზე დაიწყებს მუშაობას თავის მიმართულებებით. მიუხედავად ამისა, ვიძახი, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ არ დაეთანხმოს ამა თუ იმ კანდიდატურას, რისთვისაც მას შეუძლია გამოიყენოს თავისი ხელმოწერა ან თავისი არ ხელმოწერა, ასე ვთქვათ. ასე რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. თუმცა მე ვისურვებდი, რომ დროზე მოხდეს ვიმეორებ შევსება ჩვენი დიპლომატიური სამსახურის, იმიტომ რომ მათ აქვთ უამრავი საქმე. ჩვენი შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიმართულება საქართველოს ეთნოგრაფიისა არის საგარეო პოლიტიკა დღეს და ვისურვებდი, რომ დროზე შეუდგენ წარდგენილი კანდიდატურები. ან თუ ვთქვათ, წარდგენილი კანდიდატურა კონსენსუსის საგანი არ არის, კარგი იქნება თუ შეიცვლება ეს კანდიდატურა და ამოირჩევენ კომპრომისულ ვარიანტს. ეს დააჩქარებს ამ პროცესის დამთავრებას. პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ კიდევ ერთხელ გაიმართოს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც სავარაუდოდ ამ დღეებში ჩატარდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, წინა უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრო პრემიერ-მინისტრი და როგორც მასთან პრესსამსახურში განმარტეს, მას უკვე გაწერილი ქონა დღის გეგმები. თქვენი აზრით, უნდა დაესწროს თუ არა დაგეგმილი უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი და რამდენად შესაძლებელია, რომ პრემიერის და პრეზიდენტის გუნდებმა ამ შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთიანი პოზიცია შეიმუშავა. მე ვერ გეტყვით ამას, იმიტომ რომ არა ვარ ამ საბჭოს წევრი, ეს ერთი. მეორეც არ არის დადგენილი რაოდენობა აუცილებელი სხდომებისა. ეს უნდა მოხდეს უშიშროების საბჭოს წევრების, პრეზიდენტის ან მთავრობის ხელმძღვანელობის მოთხოვნით. თუ მოთხოვნა ასეთი არ გაკეთდა, ბუნებრივია აქ ასეთი პერიოდული სხდომები არ არსებობს. რო ვთქვათ, რომ აი თვეში ერთხელ ან თვეში ორჯერ უნდა იკრიბებოდნენ. ეს იკრიბებიან მაშინ, როდესაც მოუნდებათ შემადგენლობას შეკრება. რაც შეეხება დასწრებას, ბუნებრივია ყველა წევრი უნდა დაესწროს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მაინდა-მაინც ყველამ ვიცით ამ ოთახშიც და ოთახის გარეთაც დაალხენილი პოზიციის პატრონი ქვეყანა, ბევრია უსაფრთხოების საკითხი, რომელზეც ორმხრივი მუშაობაა საჭირო. დღეს ქვეყანას, როგორც ვიცით, კოჰაბიტაციური ხელმძღვანელობა ყავს, პრეზიდენტი და მთავრობა, პრემიერი არიან სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები და ბუნებრივია უსაფრთხოება არის საკითხი, სადაც მათი თანამშრომლობა არის საკვანძო, აუცილებელი. ეს არ არის არჩევანის საკითხი. ჩემი აზრით, ორივე მხარეს აქვს ძალიან მკაფიოდ დაკისრებული ვალდებულება
ქვეყნის სამშობლოს წინაშე რომ თავის მაქსიმუმი გააკეთონ იმისათვის რომ გამომდინარე ჩვენი შესაძლებლობებიდან და ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებიდან გადაიდგას ოპტიმალური ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ რომ ერთობლივი ძალებით ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება ვიდრე შეიძლებოდა ოდესმე და იმ ვიდეოს რომ დაუბრუნდეთ რომელიც თალიბანის სახელით გავრცელდა ბატონო როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო ამ ვიდეოების წარმოშობაზე ძიება თქვენი აზრით რა დროში შეიძლება მოხდეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება თუნდაც იმ თემაზე რომ ეს კლიპები დამზადებულია საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ანუ რა არის გონივრული ვადა რომ საგამოძიებო ორგანოებმა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ამ შესახებ ავიცი ამას წესი თვეები არ უნდა დაჭირდეს გონივრული ვადა არის უფრო ნაკლები ვიდრე ვთქვათ რამდენიმე თვე ამის გაკეთება შესაძლებელია ამ ტვირთავი პიროვნება არ ვიცი, როგორ ჩქარა შეიძლება დადგინდეს, მაგრამ ატვირთვის ლოკაცია, ადგილი, თვითონ სტუდია, სადაც ეს დამონტაჟდა, მასალები, რისგანაც ეს კლიპია შეკრული, ამის დადგენა შეიძლება დღეების განმავლობაში. ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ძალიან გამოძიებას ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენი ხანი დაჭირდება. ვიმეორებ, რომ ამას არ უნდა დაჭირდეს წესით რამდენიმე კვირაზე მეტი. მაქსიმუმ. და ბოლოს კითხოთ როგორც ყოფილ კულტურის მინისტრს ნიკოლოზ რაჭველთან დაკავშირებით, რომელიც პრესტეჯში დადგა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი, რა პრობლემები არსებობს მასთან დაკავშირებით, თუ შეგიძლიათ გითხრათ და თუ ხართ ინფორმირებული და თვითონ ან დაისვა საკითხი თვითონ მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებითაც და ამისთან დაკავშირებითაც რა სიტყვით. დავამატებ უკაცრავად, ანუ როგორც ცნობილია, მან ერთი ბრძანებით რამდენიმე ათეულობით თანამშრომელი გაათავისუფლა და სწორედ ამიტომ დადგა მისი პასუხისმგებლობა. უბრალოდ გათავისუფლების საკითხი, ანუ კულტურის მინისტრი არც გამორიცხავს, თუმცა არც უარყოფს, რომ საქმე გამოსაძიებელია და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ზუსტად ამაზე პასუხი მართალი გითხრათ არ მაქვს ნიკას როგორც ძალიან ნიჭიერ დირიჟორს და არანჟირების ავტორს პატივს ცემის ჩემი მეგობარია ყოველთვის გულშემატკივრობდი ამ ორკესტრს ეს არის ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი რომელიც ბევრი ინოვაციური ნაბიჯით გამოირჩევა მათ შექმნეს ძალიან კარგი პროექტი რომელსაც დღეს ბევრი სიახლის მსურველი ადამიანი ესალმება ჯორჯიან ბრასი მათ ბოლო ერთ-ერთი პროექტია მე ძალიან მომწონს თვითონ ნიკა როგორც ვიცით არის უამრავი არანჟირების ავტორი და ძალიან აქტიური ადამიანი შიდა მათი სამზარეულოს ამბები მაინც ჩემი აზრით ჩვენგან ადეკვატურად ვერ შეფასდება ორკესტრი არის ცალკე ოჯახი ცალკე სახელმწიფოა თუ გნებავთ ყველას გახსოვთ არ ვიცი თქვენ თაობას აქვს თუ არა ნანახი ფედერიკო ფელინის ფილმი არის ორკესტრის რეპეტიცია ესეთი სადაც აი ზუსტად ჩანს თუ რა არის ორკესტრი იქ ჩარევა გარე ძალებისა ყოველთვის დახმარებაა საჭირო თუ თქვათ რაიმე ისეთი პრობლემა რაც ადგილზე ვერ წყდება ბუნებრივია ეს არის პრეროგატივა კულტურის სამინისტროს და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი შემცვლელი ჩემი მემკვიდრე შეიძლება ითქვას ბატონი გურამი ამაში მიიღებს კომპეტენტურ მონაწილეობას და სამართლიან მონაწილეობას ეს არ არის უსამართლო ადამიანი და ყველაფერი დამთავრდება ორკესტრის და მის ხელმძღვანელის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აბობძანეთ კულტურის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება ძალიან საშუური საქმეა და აუცილებელი. რამდენად ეს გამოვა ჩვენ მაინც ხარებ ქვეყანაში არ ვიცი, იმიტომ რომ ბიზნესებს არ აქვთ мотивация რომ დააფინანსონ კულტურული ღონისძიებები
გარდა ერთჯერადი დაფინანსების არ არსებობს კანონი, რომელიც მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუშაობის დროს ვერ შევქმენით პირდაპირ გეუბნებით ამაზე ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ იყო წინააღმდეგობა. ეკონომიური გუნდისგან ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ხელოვნება იყოს მაინდა-მაინც პრეფერენციული ვიდრე ვთქვა სოფლის მეურნეობა. ჩემი არგუმენტი იყო, რომ ჯერ სოფლის მეურნეობას ბევრად მეტი ჭირდება ვიდრე ხელოვნებას. ამ შემთხვევაში ვთქვა კინოს. და უნდა იყოს პრეფერენციული, იმიტომ რომ ისტორიულად ჩვენ დარგები გაგვაჩნია, რომელიც თუ ეხლა არ დავიცავით, ვთქვათ ასეთი აქტიური ჩარევით, ზედმეტად ძალიან დაზარალდება და შემდეგ მათი გაღვიძება, მათი რეანიმაცია იქნება ძალიან ძნელი. ამის წინააღმდეგი იყო მახსოვს ეკონომიკის მინისტრიც, რაღაც მომენტში პრემიერიც, ერთიც, მეორეც, ნაწილი გავაკეთეთ, ნაწილი ვერ გავაკეთეთ. თუ ამ დაწყებულ პროცესს, ეს პროცესი დაწყებულია, დაამთავრებს და შემოიღებს, ვთქვათ, ერთგვარ შეღავათებს საგადასახადო სისტემისთვის იმ ბიზნესებს, რომელიც შეეხება მის დააფინანსებს კულტურას, ეს იქნება ძალიან მაგარი საქმე. მაგრამ ვიმეორებ, ესეთი სისტემა არ არის ადვილი შესაქმნელი, იმიტომ რომ შემდეგ ავტომატურად ასეთ შეღავათებს ითხოვს ბევრი სხვა სექტორიც, გესმით? ამიტომ ეს არის კარგად დასასაბუთებელი და სერიოზული ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, გადასატანი ფინანსთა სამინისტროსთან, რომელიც უნდა აწარმოოს კულტურის სამინისტრომ. ესეთი ბრძოლა იქნება გადასატანი პრემიერთანაც, რომ ის დაარწმუნონ და თუ ამას შეძლებს კულტურის სამინისტრო მხოლოდ გამიხარდება. მაგრამ ეს გასაკეთებელია, ვიმეორებ, იმიტომ რომ ესეთ პატარა ქვეყანაში, სადაც ჯერჯერობით ხელოვნება არ არის იმდენად შემოსავლიანი, რომ მან თავის შეინახოს, ეს აუცილებელია. სახელმწიფომ თუ შეწყვიტა დაფინანსება რაღაც პროექტების, ის პროექტები გაქრება უბრალოდ. მაგალითად, აი ჯაზ ფესტივალი წელს, ბათუმის ჯაზ ფესტივალი, რომელიც უკვე მე-6-ჯერ ტარდება და არის რეიტინგით ერთ-ერთი ძალიან მაღალი რეიტინგული ფესტივალი ევროპის კონტინენტზე. ის საერთოდ არ დაფინანსდა სახელმწიფოსგან და იმის მაგალითად, რომ ჩატარებულ იყო 6-დღიანი, 7-დღიანი ფესტივალი ტარდება 3-დღიანი ძალიან მინიმალური მასშტაბის ღონისძიება, რაც თავისთავად ცუდია, იმიტომ რომ ეს მიმართულება არის ჩვენთან სერიოზული პოტენციის მქონე და ეს არის დარგი, რითაც ჩვენ შეგვიძლია სახელი აშკარად გავითქვათ მსოფლიოში. ამის მაგალითია იგივე ბექა გოჩიაშვილი და ამის მაგალითია სხვა მუსიკოსები, ვინც ამ წუთას დიდი ვარსკვლავები არიან მსოფლიოს სცენებზე. ამიტომ კარგია ესა, შეღავათები კარგია, ალტერნატიული დაფინანსების ის აუცილებელია, მაგრამ რთული ბრძოლა მოელით წინ და მზად უნდა იყვნენ ამისთვის. თუ პასუხი გავეცი, არ ვიცი თქვენ კითხვას. მადლობთ. როგორ ახლა? რა